ვაფორმებთ მილიონიან კონტრაქტებს, ვიღებთ სხვადასხვა კანონს, გავცემთ საბანკო სესხებს, წერთ კომპიუტერულ პროგრამებს. ერთი სიტყვით, ფეხდაფეხ მივყვებით ცხოვრების აჩქარებულ ტემპს და იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ ქალაქებს მიღმაც, სოფლის სიმშვიდეში მსოფლიოსაც ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევენ. Այս სტუმრები 8-ზე მიდიან, მაგენ საჭმელი უნდა გუმზადო და სანამ საჭმელის გამზადებას დავიწყებდე, მანამდე ქათამს უნდა მივხედო ხორცს, ძროხას. მივალაგო უნდა ყველაფერი, ძაღლს ვაჭამო და მერე შევდივარ სახლში და ვიწყებ იმათში საუზმის გამზადება. ეს ქალბატონი სოფელ გაღმად ვაბზუში მცხოვრები 64 წლის ნაზი კოროშინაძეა, რომელსაც აგროტურისტული მეურნეობა აქვს და თავის საოჯახო სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებს ეკოლოგიურად სუფთა სოფლის პროდუქტებით უმასპინძლდება. აქედან შემდეგ აქ ჩამოვждები მაგალითად. აქ მაქვს ჩემი ნაწარმი, რასაც ვქვი მე. დიდი მეგაპოლისებიდან ჩამოსულ ტურისტებს ქალბატონი ნაზის მცირე სამყარო ხდებათ. სახლის გვერდით ჩამომავალი მდინარით, მდინარეზე წისქვილით, ნაყოფიერ მიწაზე მოყვანილი პროდუქტით, კივისა და თხილის ბაღებითა თუ კენკროვანი მცენარეებით, მოკრიახე ქათმებითა და შინაური ცხოველებით. ამ მიკროსამყაროს შექმნას არა საკრალურია გვსითხე, არამედ რამდენიმე წელი დასჭირდა და ყველაფერს მარტოხელა ქალი ქმნიდა, აშენებდა და უვლიდა. მანამდე კი იყო მძიმე, ტრაგიკული პრეისტორია. მეუღლე გარდამეცვალა 10 წლის წინ. ისე ჩავეფალი ამ სამუშაოში და იმდენად ძნელი და იმდენად პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული, რომ უკვე იმდენი ფიქრი და დარდი გადავიტანი ამ შრომაში, ფიზიკურ შრომაში. ბრძოლა მიწასთან, მარტოობასთან, თბილისში მცხოვრები შვილიშვილების მონატრებასთან, რა თქმა უნდა, რთულია. განსაკუთრებით კი რთულია ბრძოლა აბეზარ კლიენტებთან, რომლებისთვისაც შენი მოსავალი მით უფრო ძვირფასია თუ მას ჩალის ფასი ადევს. ჩემი ბავშვი მაქვს, ცოლი მაქვს. აბიჯო, ცოლიც ყავდეს და ბაღანიც ყავდეს, მაგრამ ნაკლებ ფასად ეცი. მოიცადე, იცი მე როგორ მითხრა დედა. ვინ აიყებს პატარა? შენ აიყებს კილობით. მეიცადე გითხრა. ხო. პატარები მე ნაკლებ ფასი ქენი და 90 მომენტა ქრაწეიღე ყველა. პატარები არ მინდა, ძმურად გითხო. კაი, რაც ხა გინდა, აბა იწერე. პატარები არ მინდა. მეურნეობის გაწყოლის გარდა ქალბატონი ნაზი ნაკლებად დამღლელი საქმიანობითაც არის დაკავებული. პურის კულინარიული დანიშნულება გვკვებოს შეცვლილია პურის მოდური დანიშნულებით დაგვამშვენოს. ძროხის ბაწარმა კი შესაძლოა ძროხის ყელიდან ფანჯრებზე გადაინაცვლოს. აი ჩემი ბუჟუტერია მცინის ჩემი შვილები, რომ რა ამბავი ამხნის გარს რადგინდა ამდენი ბუჟუტერიაო. აგენი გავაკეთე მე თვითონ შეკერვა შემიდა, აი მოყურე, აი დავამზადე მე. აგი არის პური, ასე ხელში დავაგორე, დავამრგვალი ასე, მერე გავკრასკე და მერე ასე ამ მის თევზის საჭერის რომ ამაზე ავაცვი. აქედან იქედან ას თითოцали ის მოუწვდე და აი პურია თვითონ აია, გამხმარი პური. და ასე გავკრასკე და ამას ვიკეთებ ასე ჩამევიდებთ. შიშველ გულზე მშვენიერი ლამაზია ბები ხანდისხანდე ღამე. შესაძლებელია ყოველდღე დილის 6-ზე დგებოდე. გაუსაძლისად შრომობდე და რაც მთავარია, ეს დამღლელი რუტინა მაინც არ გაძლევდეს მოწყენის საშუალებას. მაგრამ შეუძლებელია დღე ასე არ დაამთავრო, ასე და მაინც ღიმილით. აგენ მიჭუტუნებსაფეთვალებით ბებიენა. გაუც თვალები. მიდი და გინაჯალა ბები, აგი სკოლაში მიწევი და პირველად. ამფერი ლამაზი გოგო მყავს, მე ყველა ეუბნება რა ლამაზი თვალები გაქვს. ბებოს გავს, ბებოს.